მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს გალბატონებო. თქვენზეა გაშლა. თქვით თქვენი სახელი, ჩაიფიქრეთ თქვენი სურვილი და გითხრეთ, რა მელოდება მომავალში. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა. ამ ახალგაზრდა გოგონასთან აუცილებლად რაღაცა სერიოზული სალაპარაკო გელოდებათ. ამოგივიდა მამაკაცი. ეს მამაკაცი წლოვანებით დიდი კაცი არის, რაღაცა ახალი ამბავით და სიხარულით დადგათ. შენ ამჟამად რაღაცა საქმეები შეფერხებული გიჩანს. აქ ჩანს ვიღაცა ახალგაზრდა ცოლიანი ბიჭიც, ჩემო კარგო. ამ ბიჭიდან რაღაცა ღმერთის წყალობა და ცვლილებები გელოდება. კიდე უყურე. არის აქ უცოლშვილო პიროვნება, ბიჭი. შეიძლება წლოვანებით დიდი ბიჭი იყოს. ამ პიროვნებას შეიძლება რაღაცა ნერვიულობა, ან ქონია რაღაცა ავადმყოფობა. სხვათა შორის ამას მოუფრთხილდით, იმიტომ რომ ცოტა სანერვიულოდ ჩანს ეს პიროვნება. შეიძლება ნერვიულობა მოხდეს, შეიძლება პატარა ავადმყოფობა და მოუფრთხილდით მას. მომავალში რა გელოდება ჩემო კარგო შენ სურვილებში? ძალიან ჯავრით და განცდებში ხარ, ძალიან დიდი, გიყურებ აქა, ჩემო კარგო, მაგრამ მომავალი, ბრწყინვალე მომავალი გელოდება. შენ საქმეებს მოაგვარებ, შენ საქმეებს გააკეთებ და ბოლოს დროშას შენ დაიჭერ ხელში. კარგი. სადაც გაშლას გავაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო, ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, თან იცოდეთ ჩემი ნომერი არის 557 64 38 91. თუ გჭირდებათ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. გავაგრძელოთ. ფულზე გაქვს რაღაცა გულგატეხილი დგეხარ, რაღაცა ფულის პრობლემა ჩანს აქ. კი, ბევრ ნერვიულობებს ვხედავ ამჟამად შენ ცხოვრებაში. რა გამშვიდებს იცი? ჯერ შენ რაც გინდა იმას ვერ აღწევ, ჩემო კარგო. ამ მოკლე პერიოდში თუ გინდა რომ რამე გააკეთო, სერიოზულად რაღაცა საქმე პოსტაში გიზის. გაპოსტავებული დაჯდები, ამ მოკლე დღეებში თუ რამეს ელოდები, ჯერ პოსტა დაჩანს, ჩემო კარგო. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდება. ჩემო კარგო, აქ რაღაცა ფული გხს. პატარა სურვილის შესრულება ამოდის. გული გაგინათდება. მალე ნუგეშინია. მაგრამ ისეთი გაპოსტავებული ზიხარ ამჟამად, ისეთი თითქოს განწარებული ვიციხარ, რაღაცა პოსტაში ზიხარ, ან რაღაცა გაპოსტავება გიჩანს შენ საქმეებში. აქ რაღაცა ქალბატონი ამოდის, შეიძლება გოგონა იყოს, შეიძლება ქალბატონი იყოს, ფული და სიხარული ჩანს აქა. საქმის მოგვარებაცა ჩანს, ჩემო კარგო. აქეთ-იქით თითქოს ვიღაცა მამაკაცებიც ამოვიდა. რაღაცა საქმეში შეიძლება გვერდზეც დაგიდგნენ, მაგრამ იცოდე, როგორც გითხარი, უცოლშვილო პიროვნება ბიჭზე, რაღაცა ჯავრი ჩანს, ან რაღაც ხმამახალი ლაპარაკი გიჩანთ, ამაზე იყავი ფრთხილად ისევ და ისევ. კარგი, მაშინ ვნახოთ ახლო მომავალში რა გელოდება, ჩემო კარგო. რა დაგამშვიდებს ახლო მომავალში?
სადღაც საღამოს გზა და მაგითა გელოდება, ჩემო კარგო. კაზიონ სახლზე იყავი ფრთხილად, ცოტა შეფერხება გიჩანს. რაღაცა საქმის მოსაგვარებელი საქმე შეიძლება შეგექმნას, მაგრამ გააკეთებ შენ ამ საქმეს, ნუ გეშინია. დაამრგვალებ რაღაცა საქმეს. ახალგაზრდა გოგონა თითქოს ამჟამად რაღაცა გაპუსტავებული გიდგას, მაგრამ ამასაც სიხარული ელოდება. ჯერჯერობით, ჩემო კარგო, შენ თუ ფიქრობ წარმატებაზე, გინდა რომ დროშა ხელში დაიჭირო, ჯერ პუსტაა, ჩემო კარგო, ჯერ დიდი დრო გჭირდება, ან კიდე დრო, რომ შენ ამ წარმატებას მიაღწიო. ჯერჯერობით შენ როგორც გინდა, ისე ვერ იქნები. იმიტომ რომ აქ პუსტა მაინც არ აქცილდება. კარგი, მაშინ გავიგოთ რა გიშლის ხელს. გავიგოთ. რა გბლოკავს, რა გიშლის ხელს, ჩემო კარგო. ნახოთ აბა. წარსულშიც რაც კი გაგიკეთებია, თითქოს ყველაფერი წყალში ჩაქსულია. ჯაკრია, ჩემო კარგო. გავიხედავ ისევ ამოიქაჩები, გამაგრება გელოდება, კარგად ფეხზე დგები, მაგრამ გიგნები. ან რაღაცას გიკეთებენ, ან სასწაული თვალი გაქვს. იბიტო ვერ მიდიხარ წინ. რამდენი გზა მოგირჩევია, რამდენი გასაღები ხელში დაგიჭერია. მაგრამ უყურე, აქ არის ყოველთვის უსიამოვნება მამაკაცთან. ყოველთვის უსიამოვნება თითქოს ყველაფერში გჭედავს, ჩემო კარგო. სხვათა შორის ეს ნეგატივები ამ მამაკაცისგან მოდის ვიღაცა ქალის ნეგატივიც. კარგად იცოდე. შესუბედნიერებაზე ფიქრობ, წინსვლაზე ფიქრობ, მაგრამ იმდენ ნერვიულობებს ვხედავ, რომ ძლივს მდგომარეობიდან გამოდიხარ. კი, ლიდერობა გინდა რომ ხელში დაიჭირო, მაგრამ ამ უსიამოვნო ლაპარაკების მერე, ჩემო კარგო, ყველანაირად დიდი უშანსობა მოგდის. მე ასე ვფიქრობ, ყველაფერი მამაკაციდან მოდის. კი. რა გილოდება? რა სულიერი დაძაბულობა გაქვს. რამდენი ნერვიულობა გაქვს. თითქოს ყველაფერს დაკარგულად მიჩვენებს აქ. რატო, ჩემო კარგო? ხედავ რამდენი წრუწუნები და ვირთხები ამოგივიდა. მომავალი როგორი გიჩანს? მომავალი კაი გიჩანს, ნუ გიშინია, მაგრამ ამჟამად კარგად იცოდე, ან რაღაცა ხაფანგში ხარ გახვეული, ან მოტყუებული ხარ დარჩენილი, იმიტომ რომ აბზიკილი კუდიანი მელა ამოგივიდა, ჩემო კარგო. რას გაფრთხილებს კარტი? მტერი ყავს, ჩემო კარგო, მტერი. ფეხზე დადგომილი მტერი ყავს. კარგად დააკვირდი. აი, რატო ვერ მიდიხარ წინ? აი, რატო ხარ ასე? ეხლა ხო მიხდი. აუცილებლად თუ დაგჭირდება პირად კონსულტაციაზე მომწერე. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის მეგობრებო.